ჩვენ ახლა ვიმყოფებით უშუალოდ შემთხვევის ადგილზე და მაყურებელს ვუჩვენებ აქ არსებულ მდგომარეობას. ყვითელი ლენტით არის ქალაქ გორში შინდისის გმირების გამზირის ერთი მონაკვეთი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ თეთრ ავტომობილს, რომლის მიღმაც არის სისხლის გუბე, კვალი და როგორცაც თვითმხილველები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ერთი ავტომობილიდან მეორე ავტომობილის მიმართულებით ისროლა ერთმა პირმა და რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით დაჭრილი არის არასრულწლოვანი აქ ადგილზე დაინახეს როგორ გადაჰყავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს. ის როგორც აქ მყოფი ადამიანები, მეზობლები და თვითმხილველები აცხადებენ, ყველაფერი მოვლენები ელვისის სწრაფით განვითარდა და გაიგონეს სროლის რამდენიმე ხმა, რის შემდეგაც სავარაუდოდ მსროლელმა სადა მიმალვა, რის გამოც ადგილზე გამოიძახეს სპეცრაზმი, როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს ჩვენთან საუბარში, რამდენიმე წამის წინ ვესაუბროთ ჩვენ მას, მსროლელი მეზობელ ქუჩაზე, ბაქოს ქუჩაზე ერთ-ერთ სადარბაზოში შეიმალა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ეს ადამიანი არის დაკავებული, სპეცრაზმა აიყვანა იმ სადარბაზოში, სადაც ის დამალვას ცდილობდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ სავარაუდო მსროლელი, რომელმაც მიმალვასა და მეზობელ ქუჩაზე არის ამ დროისთვის დაკავებული, ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ხედავთ, კვლავ ყვითელი ლენტით არის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული და ჩართვამდე სულ რამდენიმე წამით ადრე რამდენიმე მეტრით გადმოწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ყვითელი ლენტი და უფრო გაიზარდა, ასე რომ ვთქვათ, საგამოძიებო მოქმედებების არეალი. იარაღი გაისროლეს და შემოვარდა პატიაში იმალებოდა, მეტი არაფერი არ ვიცი მე. აქაც გაისროლა? არა, აქ არ გაუსროლია, ზევიდან იყო ხმა. და აქ შეიმალა სადარბაზოში. სადარბაზოში იმალა. ყვანეს ეს ვინც? კი, აიყვანეს. შენ ბანკარა ისროლით რომ მოდიოდა ეგ დავინახე და მე კი არა. მანქანაში იყოს, მანქანიდან ისროდნენ? ეგ გარჩინდა შიგრიში ეს შევიყავი. ისროლის. მაგავიგეთ, მაგრამ არაფერი არ. რამდენჯერ გაისროლეს? არ ვიცი, სახში ვიყავი და იქ ისე არ შემოვიდა ხმა. მე ვთქვი ფეიერვერკი ააფეთქეს და ეგ იყო. ისროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ აზრზე არა ვარ რა მოხდა. არც ვიცნობ ეხლა აქეთკენ არა ვიცი მე. რამდენჯერ გაისროლეს? ვაი, არ ვიცი. ბევრჯერ იყო? ბევრჯერ კი იყო, ხო და არ ვიცი. არ ვიცი. სროლა იყო და დაჭერეს ვიღაცა იყო და აქაურები არიან, არ არიან ეს დეტალები არის შე. არაფერი არ გავიგე, არაფერი. აი მოვედი ხა უყურებ ეს. კი ბატონო, დიდი ხანია მოსულია პოლიცია. ნახევარ საათი მეტია. შინდისის გმირების ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები, სადაც აღნიშნული სროლა მოხდა, არიან შეშინებულები და აცხადებენ, რომ ძალიან რეალური იყო იმის საფრთხე, რომ ტყვია მოხვედროდა სხვა ადამიანებსაც, გამომდინარე იქიდან, რომ დღის ამ მონაკვეთში განსაკუთრებით ხალხმრავლობა არის ამ ქუჩაზე, მათ შორის ბავშვები თამაშობენ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერებში და მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არიან პანიკაში და შოკიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. ადგილზე კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება ამ ფაქტის ჩამდენს, როგორც გითხარით, ის მან მიმალვასა და შეიარაღებულმა პირმა, რის გამოც ადგილზე სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო და ერთ-ერთ სადარბაზოში მეზობელ ქუჩაზე შეიმალა ეს ადამიანი და უკვე იქ მოხდა ამ სავარაუდო მსროლელის აყვანა სპეცრაზმის მიერ.